გადავიდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის სინაფსების დახასიათებაზე, რომლებიც მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდებიან პერიფერიული სინაფსებისაგან, კერძოდ ნერვკუნთოვანი შეერთებისგან, რომელიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ. განმასხვავებელი ნიშნებიდან აღსანიშნავია და ხაზგასასმელია შემდეგი. პირველი, კუნთოვანი ბოჭკოების უმეტესობა, როგორც წესი, ინერვირდება ხოლმე ერთი მოტორული ნეირონით. ამისგან განსხვავებით, ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონების უმეტესობა იღებს უამრავ შესავალს. იგივე ვთქვათ, მოტორული ნეირონი ზურგის ტვინში ასეულობით ნეირონისაგან იღებს ინფორმაციას. კუნთოვანი ბოჭკოები მხოლოდ ამაგზნებელ შესავალს იღებენ. ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირონები კი, როგორც ამაგზნებელს, ისევე შემაკავებელს. კუნთოვან ბოჭკოზე ყველა სინაფსური გადაცემა მიმდინარეობს ერთი ნეიროტრანსმიტერით, აცეტილქოლინით, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთი ტიპის რეცეპტორზე, ნიკოტინურ ქოლინერგულ რეცეპტორზე. ამისგან განსხვავებით, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, გარდა იმისა, რომ თითო ნეირონი რაოდენობრივად ბევრ შესავალს იღებს, ეს შესავლები განსხვავდებიან იმ ნეიროტრანსმიტერებით, რომლებიც მათში გამომუშავდება და ამასთანავე გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერები თავის მხრივ რეცეპტორების განსხვავებული ტიპის რეცეპტორების აქტივაციას განაპირობებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნერვკუნთოვანი სინაფსის შემთხვევაში მოტონეირონში აღმოცენებული ყოველი მოქმედების პოტენციალი კუნთოვან ბოჭკოში აღძრავს ასევე მოქმედების პოტენციალს. ამისგან განსხვავებით, ცენტრალური ნეირონების შემთხვევაში, როგორც წესი, ცალკეული სინაფსური კავშირი ძალიან სუსტია იმისთვის, რომ ერთი ნეირონით მოსული სიგნალი საკმარისი აღმოჩნდეს პოსტსინაფსურ უჯრედში, ანუ პოსტსინაფსურ ნეირონში მოქმედების პოტენციალის აღმოცენებისთვის. და ამიტომ, როგორც წესი, ცენტრალურ ნეირონებში ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სხვადასხვა ნეირონით მოტანილი სიგნალის ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის შედეგად ხდება იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ნეირონმა შემოსულ ინფორმაციას. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ერთი ნეირონი თავის ფარგლებში ასრულებს იგივე ფუნქციას, რა ფუნქციაც აკისრია მთელ ნერვულ სისტემას გლობალურად ორგანიზმში. კერძოდ ეს არის ის, რომ განსხვავებული იმპულსაციის ინტეგრირების ხარჯზე მოახერხდეს კოორდინირებული პასუხის წარმოქმნა. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სინაფსები შეიძლება იყოს სხვადასხვა ლოკალიზაციის და როგორც პრესინაფსური, ასევე პოსტსინაფსური სტრუქტურები შეიძლება ნეირონის სხვადასხვა ნაწილებით იყოს წარმოქმნილი. კერძოდ, შესაძლოა სომაც, დენდრიტიც და აქსონიც გარკვეულ პირობებში მოგვევლინოს როგორც პრესინაფსის, ასევე პოსტსინაფსის როლში. ჩვეულებრივ, ყველაზე უფრო გავრცელებული სინაფსები არის მაინც აქსოდენდრიტული სინაფსები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც დენდრიტის ღერძზე, ასევე დენდრიტზე მყოფ ქაცვებზეც. ასევე აქსოსომატური სინაფსები და აქსონური სინაფსები. დენდროდენდრიტული და სომატური სინაფსებიც კი არის ნაპოვნი, მაგრამ როგორც წესი, ისინი ძალიან იშვიათად გვხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ლოკალიზაციით შეიძლება განსხვავდებოდნენ სინაფსები ერთმანეთისაგან,
უნდა აღინიშნოს, რომ ისინი რა თქმა უნდა ფუნქციურადაც განსხვავებულები შეიძლება იყვნენ. და ამასთან დაკავშირებით მათი ანატომიური და სტრუქტურული აგებულებაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამაზე დაყრდნობით გრეიმ გამოყო ორი ტიპის სინაფსები. ეს არის გრეის პირველი და მეორე ტიპის სინაფსები. პირველი ტიპის სინაფსები არის როგორც წესი ამაგზნებელი და მეტწილად მათი ტრანსმიტერი არის გლუტამატი. მეორე ტიპის სინაფსები კი შემაკავებელია და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ძირითადად უმეტესწილად მათი ტრანსმიტერი არის გამა-ამინო ერბოს მჟავა. პირველი ტიპის სინაფსები სინაფსური ნაპრალით განსხვავდებიან მეორე ტიპის სინაფსებისგან. კერძოდ, პირველ ტიპში აღნიშნული ნაპრალი 30 ნანომეტრია, მეორე ტიპში შედარებით უფრო ნაკლები და 20 ნანომეტრამდეა ხოლმე. გარდა ამისა, პირველი ტიპის სინაფსებში პრესინაფსური აქტიური ზონები კარგად არის გამოხატული და დაახლოებით 1-2 კვადრატული მიკრომეტრია და წარმოადგენს აი ამ პრესინაფსურ უბანზე შესქელებებს. მეორე ტიპის სინაფსებში მსგავსი სიტუაცია ნაკლებად გვხდება. პირველი ტიპის სინაფსების ვეზიკულები არის უფრო სფერული, მეორე ტიპის სინაფსების კი ოვალური ფორმა აქვს და უფრო დაბრტყელებულია. გარდა ამისა, პირველი ტიპის სინაფსები არიან სწორედ ისინი, რომელთაც ესე იგი პოსტსინაფსური უბანიც უფრო კარგად შესქელებულია და ხშირად პოსტსინაფსური სიმკვრივის სახით არის წარმოდგენილი, რაც არ აღინიშნება მეორე ტიპის სინაფსებში. და ზემოთ განხილული განსხვავებული ლოკალიზაცია, როგორც ჩანს, გარკვეულწილად დაკავშირებული არის აი იმასთანაც კონკრეტული სინაფსი გრეის პირველ ტიპს თუ მეორეს მიეკუთვნება. და ნანახია, რომ პირველი ტიპის სინაფსები ძირითადად წარმოიქმნებიან დენდრიტებზე, დენდრიტის ღერძსა ან მის კაცვებზე და მეორე ტიპის სინაფსები კი უმეტესწილად უკავშირდებიან სომას.